სასჯელ აღსრულების ახალი მინისტრი აცხადებს, რომ პატიმრების წამების თემა უნდა დავხუროთ. პატრიარქი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი კი ამ სიმშვიდის ფონზე მოსახლეობას ტელევიზორის გამორთვისკენ მოუწოდებს და იუსტიციის სახლს ხსნის, სადაც პოლიცია მოგვიანებით მისულ სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდება. როგორ გაგრძელდება პროცესები? რას ნიშნავს პროკურატურის განცხადება, რომლის თანახმად დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების წარდგენაზე უარი სისხლის სამართლის კოდექსით დაიჯება. რა ვიდეო მასალებს ამზადებს ხელისუფლება და ვინ ემუქრება თამაზელის ბარაშულს? თავარ კითხვებს დღეს ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ირმა ინაშვილი, თამაზელის ბარაშვილი და თამაზ ბაკურიძე უპასუხებენ. თავარ კითხვას ირაკლი ალასანია უპასუხებს, რომელიც ზუგდიდიდან გვერდება ეთერში. საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი. საღამომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა ვითარება ამჟამად ზუგდიდში? ხვალ უნდა ჩატარდეს მან ქართული ოცნების აქცია და არის განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი, მით უმეტეს გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, სადაც ფიზიკურად დაშავდნენ ჟურნალისტები. მთელი ზუგდიდი, მთელი სამეგრელო მოლოდინშია ხვალინდელი დიდი სოლიდარობის აქციის. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება მრავალათიათასიანი აქცია, რომელიც სხვა რეგიონებში ჩატარდა. ძალიან აინტერესებთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ჩვენი ლიდერების ჩამობრძანება ზუგდიდში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს, ყველას საქართველოს მოქალაქეებს გაგვაერთიანებს და არა დაგყოფს, როგორც ეს სურს საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენი ქართული ოცნების მთავარი ამოცანა არის კონსოლიდირება საზოგადოების, მით უმეტეს იმ ურთულეს ფონზე, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი დანაშაულის, პირდაპირ სადიზმის, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართულ ციხეებში. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდში ჩასატარებელ აქციას და რა თქმა უნდა მთელი საქართველო და მე შეიძლება თამამად ვთქვა, მთელი მსოფლიო აკვირდება თუ როგორი დიდი აქცია სოლიდარობის ჩატარდება ზუგდიდში. როგორც თქვენს თქვით, ეს აქცია განსხვავებულ ვითარებაში ტარდება, ბატონო ირაკლი, განსხვავებით წინა აქციებისგან. დღეს ვითარება ქვეყანაში არის შეცვლილი და საკმაოდ დაძაბული. რითი იქნება თვითონ აქცია განსხვავებული? მართლაც ახალი რეალობაა საქართველოში. ყველაფერი შეიცვალა მას მერე, რაც გამოვლინდა ის დანაშაული, რაც ციხეებში ხდებოდა. მე მინდა არ შემიძლია უბრალოდ არ შევეხო, თუნდაც დღევანდელ გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტის. ეს ის პრეზიდენტია, რომელიც ბაჩო ახალაიას წარადგინა ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან არაერთხელ როგორც რეფორმატორი, ეფექტური მინისტრი, რომელიც მის დავალებებს ასრულებს და მომავალში შეასრულებს. ასევე მინდა გავიხსენო პარლამენტის თავმჯდომარის ბაქრაძის წარდგენა, რომ ეს არის ის ოჯახი, რომელიც წარმოაჩენს ქართული რეფორმების სახეს თელს მსოფლიოში და აღმოჩნდა, რომ ეს მინისტრი და ის ჯგუფი, რომელიც მართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პენიტენციალურ სისტემას, არიან დამნაშავეები და არიან სადისტები. შეიქმნა ისეთი სისტემა, რომელმაც წაიყვანა ძალიან ბევრი საჯარო მოხელე კოლექტიური სადისმისკენ. აი ეს არის რამაც ქართული საზოგადოება მართლაც დატოვა შოკირებული და სწორედ ამიტომაც გამოიღვიძა მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ. მე მინდა უთხრა, თუნდაც დღესაც, აი რამდენიმე წუთის წინ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ისევ ქვებისროლით უპასუხა როლანდ ახალაიამ, ბაჩო ახალაიამ იმ ვითარებას, ახალ შეცვლილ რეალობას ზუგდიდში. რამდენიმე წუთის წინ მითხრეს, რომ ჩემი ბიძაშვილის სახლი ქვები დაუშინეს. ეს არის სწორედ პასუხი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აძლევს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას გადააყენება, თქვა ჩვენი მიზანი, ანდაც თუნდაც პენიტენციალური სისტემის მინისტრის. თავარია რომ მათ პასუხი აგონ. სისხლის სამართლის პასუხისგებლობა უნდა დაიკისროს ყველას, ვინც შეიდინა ეს საზარელი აქტი. და რაც მთავარი ეს ხო არ იყო ერთჯერადი აქტი. ეს სისტემურად მიმდინარეობდა საქართველოს ციხეებში წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც არ შეიძლება თქვათ დღეს რომ მხოლოდ ისინი არიან დამნაშავეები, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ დანაშაულს. თავარი პასუხისგებლობა ეკისრება თავად პრეზიდენტ სააკაშვილს. არ შეიძლება ასევე პასუხისგებლობას გაექცეს და ვერც გაექცევა, მე მაგას ვპირდები, ზურაბ ბადაიშვილი,
რომლის უწყება პასუხისმგებელი იყო კანონიერებაზე ამ უწყებებში. სწორედ ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეს არის არა მხოლოდ იმ ადამიანების დასჯა, ვინც უშუალოდ ამ სადისს ჩადიოდა, არამედ ვინც არიან სულის შემდგმელები აი ამ სისტემის აწყობის, სრულყოფის, ეს არის ახალაიები, მათ უნდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი და რაც მთავარია ასევე იუსტიციის მინისტრი მერაბ ბადეიშვილი. მე შემიძლია აბსოლუტური თავდაჯერებით გითხრათ, რომ ქართული საზოგადოება მიუხედავად იმ ძალიან დიდი აღელვებისა, მაინც მშვიდად, წყნარად მივა არჩევნებამდე. ძალიან ბევრს უნდა დღეს ასევე მიმდინარეობს დამუშავება საჯარო მოხელეების, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რაიმე პროვოკაციაზე წამოაგონ და დააპირისპირონ ხალხს. ეს არ მოხდება. სწორედ პატრიარქის განცხადებაც ეს არის, რომ ჩვენ მშვიდად, წყნარად, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას გვაქვს სამართლიანი აღშფოთების უფლება და სწორედ ამიტომაც საპროტესტო აქციებიც გაგრძელდება, მაგრამ მთავარი ამოცანა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი იარაღი ჩვენ გვაქვს არჩევნები. არჩევნებით უნდა შევცვალოთ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი. რამდენჯერ არაერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ თუ რა ხდება ციხეებში. არც ერთმა უწყებამ ვის კომპეტენციას შედიოდა ყურად არ იყო. დაწყებული უშიშროების საბჭო და დამთავრებული გენერალური პროკურატურით. ყველა უწყების ხელმძღვანელი, დაწყებული პრეზიდენტ სააკაშვილიდან დამთავრებული თუნდაც გენერალური პროკურატურით, იუსტიციის მინისტრით, პირადად არიან პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ეს ერთი ნაწილია მხოლოდ რაც ვნახეთ. რამდენი დანაშაული კიდევ მერე გამოვლინდება. ჩვენ ხო ვიცით უკვე როგორ ართმევდნენ აღიარებებს ციხეებში და გამოძიების დროს ადამიანებს, როგორ ართმევდნენ საპროცესო შერიგებებით, გარიგებებით საკუთრებას. ამას დაესმება წერტილი ოქტომბრის პირველ რიცხვში არჩევნებში ყველანი გამოვალთ და გავისტუმრებთ მართლაც საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დამნაშავე რეჟიმს. რაც შეეხება სიმშვიდეს, დღეს დედაქალაქში უკვე მოხდა რამდენიმე ინციდენტი, ზუგდიდში გუშინ დაზარალდნენ ჟურნალისტები, თქვენ ახლა თქვით რომ რამდენიმე წუთის წინ ქვების სროლა დაუწყეს თქვენი ნათესავის სახლს. რა გაძლევთ იმის იმედს, რომ შვიდად ჩაივლის ყველაფერი და მათ შორის ხვალინდელი აქცია ზუგდიდში. როგორ უნდა მოხდეს პრევენცია მსგავსი ინციდენტების? საზოგადოება თავად ძალიან ბრძენია. ჩვენ 20 წლის განმავლობაში ძალიან კარგად ნახეთ რა მოაქვს ზალადობას. ზალადობით არ დაუპირისპირდებით. ყველას აქვს შეგნებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით 1 ოქტომბერს უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ძალიან დიდი სურვილი აქვს სააკაშვილს, რომ პროვოცირება გააკეთოს. სწორედ დღევანდელი ფაქტი, რაც მოხდა თბილისში, ის ფაქტი, რაზეც მე ვისაუბრე, ქალაქ ზუგდიდში, ეს არის გამოწვევა ქართული საზოგადოების, რომ ჩააბან ქუჩის არეულობებში. ეს არ მოხდება. ახალგაზრდებსაც ყველა მოქალაქეს ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენი მთავარი იარაღი არჩევნები, სწორედ არჩევნებით დაუსვამთ წერტილს ამ რეჟიმს. რაც შეეხება თვითონ ამის საფუძველს თქვენ რომ შეკითხვაზე კი პასუხობთ ქართული ხალხის სიბრძნე და გამოცდილება. რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტის პასუხისმგებლობას, დღეს კოალიციის ლიდერმა მიმართა მას, თქვა რომ ეს არის მისი ბოლო რჩევა და მოუწოდა რომ გადადგეს თანამდებობიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გადადგეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ის ამას არ აპირებს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს ამის თაობაზე. ჩვენ დღევანდელ შექმნილ ვითარებაში მას მერე, რაც საოცარი კადრები გაჩნდა ტელეეკრანებზე და ყველამ ნახა თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა პოლიტიკურიც და სამართლებრივიც ეკისრება მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტი, რომელიც იძახის, რომ მისი მთავარი მინისტრი, რომელიც მისთვის რეფორმების მაგალითია და აღმოჩნდება ეს მინისტრი დამნაშავე და სადისტი, ეს პრეზიდენტიც დამნაშავე და სადისტია. და ქართული საზოგადოება მას განაჩენს, გამოუტანს 1 ოქტომბერს. ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველო ვერ მივიდეს არჩევნებამდე, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს ამისი სააკაშვილს. ვრცელდება სპეციალურად ხმები, თუნდაც ზუგდიდში, თითქოს ჩვენ გვყავს ხალხი მობილიზებული, თითქოს ჩვენ ვაპირებთ რაიმე არეულობას. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე და საზოგადოება ძალიან დიდი მოთმინებით და წინდახედულობით უნდა შეხვდეს ამ ინფორმაციებს. ბატონმა სუბარმა რამდენიმე დღის წინ თუ არ ვწდები გუშინ წინ გაავრცელა ინფორმაცია თუ რას აპირებდა ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაეპირისპირებინათ ქართული ოცნებისთვის. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ის შექმნილი დაჯგუფებები, რომელიც ჰქონდა და ყავს დღესაც ხელისუფლებას,
კრიმინალურ ჯგუფებთან ასოცირებული ჯგუფები, მაგალითად, ვინმე უდესიანი, რომელიც არის კრიმინალი და რომელსაც ყავს ჩამოყალიბებული 350 კაციანი ჯგუფი და სხვათა შორის ახალგაზრდები, რომლებსაც წვრთნებს უტარებს თბილისში. მე მინდა მასაც მივმართო, რომ თუ კი გაინძრევა და ამ ბავშვებს წაიყვანს ხალხის წინააღმდეგ, ის დაისჯება კანონის თელი სიმკაცრით, მაგრამ ასევე მინდა მიმართო ამ ბავშვების მშობლებს და ყველას საჯარო სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში იყავი ძალიან ფხიზლად. ნებისმიერი ძალადობისკენ მოწოდება ხელმძღვანელების მხრიდან უნდა იყოს გამჟღავნებული საჯაროდ საზოგადოებისთვის. უამრავი მეთოდი არსებობს სოციალური ქსელებით. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, საქართველოს არის გზა ჯვარედინზე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა მშვიდად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იქნება საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის, დავალება, რომელიც მოვა პრეზიდენტ სააკაშვილისგან ან ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისგან დღეს ნაციონალური მოძრაობის იმ წუთში გაამჟღავნონ და ეს იქნება პირველი და მთავარი პრევენცია. ფიქრობ თუ არა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი უნდა მართოს თვითონ საზოგადოებამ და პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ ამ პროტესტში? ის პროტესტი, რომელიც აი სტუდენტების პროტესტი, რომელიც ნახეთ, ბუნებრივია ეს მოდის ხალხისგან, საზოგადოებისგან. საზოგადოების ტოლვას და სწრაფვას სამართლიანობისგან, თავისუფლებისგან სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა ვერ შეაჩერებს. მაგრამ პოლიტიკოსებს ჩვენი საქმე გვაქვს. პოლიტიკოსებმა სწორედ ვნებებს არ უნდა აუყვეთ და წავიყვანოთ მთელი პოლიტიკური პროცესი ლოგიკური დასასრულისკენ და ეს არის არჩევნები. 1 ოქტომბერს ჩვენ ყველას, მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს ექნება შანსი თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მე ისიც მიკვირს, რამდენიმე დღეა უკვე გასული ამ საშინელი კადრების ჩვენებიდან და დღეს კიდევ არიან ხალხი, ვისაც პოზიცია არ აქვს გამოვლენილი. რაღა უნდა მოხდეს, რა უნდა გამოვლინდეს კიდე, რა უნდა დავინახოთ, რომ შევაფასოთ რა დამნაშავე სადისტ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ დღეს არის დრო შენი სამოქალაქო პოზიცია გამოავლინო. საჯარო სამსახურში ხარ, კერძო სამსახურში, თუ ჩვეულებრივი უმუშევარი, ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და სამოქალაქო პოზიცია. კიდევ ერთი თემა, რომელსაც მინდა რომ შევეხოთ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შენიშნა რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება. მისიამ უკვე მიმართა რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც იუსტიციის სახლთან გამოსვლის დროს ისაუბრა რუსულ საფრთხეზე და მან თქვა, რომ რუსეთს აურაცხელი და ასეთი სიტყვა იხმარა მან ჯარი ყავს თავმოყრილი ადმინისტრაციულ საზღვართან. როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება პერსონალის გადაადგილება უკავშირდებოდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან? მე არა მაქვს კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთს რო აურაცხელი ჯარი ყავს პრეზიდენტ სააკაშვილს, კარგად უნდა ეფიქრა 2008 წელს. როდესაც თავი გაყო იმ ხაფანგში, შეგვიყვანა ამ ხელა დაპირისპირებაში ქართველი ხალხი და რომლის წინ დაუხედავმა ნაბიჯებმა საქართველოს დააკარგინა კოდორი, დააკარგინა ახალგორი და 10,000-ობით ახალი დევნილი ყავს კიდე დამატებული. ეს მას მანამდე უნდა ეფიქრა. დღეს სააკაშვილი ხალხს ეკიდება. სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, ეს ყველამ უკვე დაინახა. მაგრამ არა მხოლოდ წარსულის პოლიტიკოსია, მან პირადად უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულებებზე, რაც ჩვენ ვიხილეთ და რაც ჯერ კიდევ საზოგადოების ცნობილი არ არის და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოაჩენს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, ამით გემშვიდობებით. იმედია რომ ხვალ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თავარ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხებს, აღამშვიდობისა ბატონო ირაკლი. დღეს განაცხადეთ იმის შესახებ, რომ თქვენი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ მზადდება ახალი პროვოკაცია. მოდით კიდევ ერთხელ ვცლად რა პროვოკაციაზე საუბარი. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საუბარი იყო იმ შესაძლებლ პროვოკაციებზე. რაც შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ და კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა მისი დავალებით. დაახლოებით რამდენიმე დღეა უკვე ჩემთან არაერთი ინფორმაცია მოვიდა, რომ ციხეში ახდენენ ზეწოლას პატიმრებზე და აიძულებენ ჩემი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ მისცენ სრუჩვენება. სრულად შემთხვევით აღმოჩნდა ისე, რომ შალვა რამიშვილთან მივიდა ადვოკატი და მან განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, რომელიც ამჟამად საჯელს იხდის გლანის საპრობილეში, დაახლოებით 10 დღის წინ აიძულეს მას, რომ სრუჩვენება მიეცა თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ. კერძოდ ის პატიმარი ძალიან შეწუხებული იყო, რომ მას
ძალიან ასე ვთქვათ, იზოლებით მიაცემნია ჩვენება, რომ თითქოს თამასთანაშვილი და მისი ვაჟი, ანუ ამჯერად უკვე ჩემი ცოლი ძმა. დიახ. იარაღის ვაჭრობაში არიან, შემჩნეული თუ მსგავსი სისულელი. ამას მე აღარ ვიცი ნამდვილად რა უწოდო, რომ იტყვიან ეს კაცი, ანუ სააკაშვილი გადაკიდებულია უკვე ჩემს სიმამაზე, ჩემს ოჯახზე პირადად და as ყოველ ღონეს მიმართავს რომ მის სახელის ღირსების დისკრედიტაცია მოახდინოს. ნუ რა თქმა უნდა გასაგებია ის რომ პირველი შეცდომა რაც მან დაუშვა რომ დააკავა თამასთანაშვილი 11 ოქტომბერს 2011 წლის ეს იყო შეცდომა მართლაც და ეს ამას კარგად გაიაზრა და მიხვდა. უბრალოდ ეხლა ცდილობს რომ საზოგადოებას აუხსნას და დაუმტკიცოს ბჭყალებში ოღონდ რომ ეს კაცი არის მართლაც კრიმინალი და რაღაც საშინელებებს აკეთებდა მთელი წლების განმავლობაში. ანუ ბატონო ირაკლი, იცით რა მაინტერესებს? ეს პროვოკაცია და ის ჩვენება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, თუნდაც იარაღით შესაძლო ვაჭრობის შესახებ, რაზეც ჩააწერინეს ჩვენება აღნიშნულ პატიმარს, არ არის კავშირში ვიდეო მასალასთან, რადგან ხელისუფლება ასევე ცდილობდა რომ შესაძლოა პატიმრების წამების კადრები გავრცელდა ეს დაებულა. თავარი პროვოკაცია რაც იგეგმებოდა, რაც დაგეგმოდა პრინციპში განახორციელეს. იყო ის რომ მთელი სიბინძურე და მთელი ეს კრიმინალი საშინელებები რაც ხდებოდა ციხეებში და არა მხოლოდ გდანის ციხეში ეს ყველამ კარგად ვიცით. ეხლა არ გაიგო სააკაშვილმა რომ არა მხოლოდ გდანის ციხეში, არამედ ყველა absolutურად საქართველოს ყველა ციხეში ხდებოდა ანალოგიური ქმედებები. და ამაზე დეტალურად იყვნენ არათუ ინფორმირებულები, არამედ ჩვენ გავარკვიეთ რომ საზოგადოება გაარკვია რომ რეალურად დაკვეთებს ღებულობდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიდან. შემსრულებლები. ეს იყო რა თქმა უნდა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. თუმცა რა თქმა უნდა საზოგადოება არის მათ გონიათ რომ საზოგადოება არის ძალიან ბრიყვი და ისინი ვერ მიხვდებიან ვერაფერს. რეალურად ყველამ კარგად გაიგო რომ მთელი ეს საშინელები ისედაც კარგად იცოდნენ, მაგრამ უბრალოდ ახლა ფარდა ეხლა და მთელი მას ხო საიდუმლოებებს რაც ხდებოდა ციხეში. როგორ სადისტურად, როგორ მანიაკალური ქმედებები იქნა განხორციელებული პატიმრების წინააღმდეგ. ეს არის საშინელება და როდესაც საშინელება კიდევ უფრო მძიმე დანაშაული, როდესაც ხელისუფლება ცდილობს რომ დააბრალოს აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანს ის რაც თავად ჩაიდინა ხელისუფლებამ. და ასევე აღმაშფოთებელია და მე არ ვიცი რა უწოდო მას. ყველაფერი ის რაც შეიძლებოდა რომ აებრალებინა დააბრალეს უკვე ჩემს სიმართლეს თამასთანაშვილს. ადამიანი მართლაც ახლა მე კიდევ რამდენჯერმე ვახსენე უხერხულია უბრალოდ ჩემს სიმართლეზე, იმიტომ რომ როგორც ჩემ თავზე ისე მოღებულობ ვილაპარაკო, ვისაუბრო მთელი იმ დამსახურების შესახებ, რაც ამ ადამიანს გააჩნია. ეს უბრალოდ მართლაც უდანაშაულო აბსოლუტურად არ მხოლოდ ამ კონტექსტში რომ რა თქმა უნდა გენერალი არ დადიოდა ავტომატით 11 ოქტომბერს და არც არასოდეს არ ჭირდებოდა მას უბრალოდ და მან ძალიან კარგი იცოდა იმიტომ რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა კრიმინალს, დანაშაულების სამყაროს, ქურდულ სამყაროს. ეხლა საუბარი იყო იგივე ბანკისთან დაკავშირებით. გამტაცებლებიც ესენი არიან თვითონ ნარკორეალიზატორებიც და ყველა იმ სადისტური მოქმედებები რაც ხორციელდება ციხეებში, სწორედ ესენი იყვნენ დამკვეთები და შემსრულებლებიც. უბრალოდ ამაღლებელია საშინელება, როდესაც აბრალებენ ადამიანს ყველა იმ უბედურებას. ანუ ახალ ვიდეო მასალას უნდა აველოდოთ, სადაც ჩართული იქნება თამასთანაშვილი. არ მე არაფერს არ გამოვიწყობ. რადგან ჯერ კიდევ გუშინდილიდან საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება შესაძლოა ამზადებდეს კონტრშეტევას თავის მხრიდან. და რაც ყველაზე სასაცილოა პრინციპში რომ ესე მთავარი თემა გახარდა თამაზაშვილი სააკაშვილმა. უბრალოდ არაფერი ასე ვთქვათ რაღაცებს იგონებენ, ყოველდღე რაღაც სისულელს იგონებენ და უნდათ რომ დაუმტკიცონ ამ ხალხს რომ ეს ადამიანი მართლა კრიმინალია. და უბრალოდ გაუგებარია მათი ქმედება. რა თქმა უნდა მესმის რომ მათი მცდელობაა რომ იგივე დასავლეთს და სხვა ევროპას დაუმტკიცონ. ისინიც კარგად არიან ინფორმირებულები რომ სააკაშვილს ყავს ამჟამად პირადი პატიმარი ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, თუმცა პოლიტპატიმარი ბევრი არიან კიდევ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი სიმართლეს საუბრობთ. თამაზაშვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი, პირადი მძევალი. და უნდა რომ ეს გაამართლოს, ასე ვთქვათ, მთელი ქმედებები გამიზრული იმისაკენ რომ გაამართლოს, რომ თამაზაშვილი მართლა ცუდი კაცია და ამავდროულად ის ასოცირებული არის ქართულ ოცნებასთან. მე ჯერჯერობით ვერ მეხება როგორც ჩანს. ნუ აი შემიძლია გითხრათ. ბატონო ირაკლი, თამაზაშვილს თუ ჰქონდა რეალურად ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდებოდა გლდანის ციხეში, ან მასზე თუ ხორციელდებოდა ამ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა ამ პერიოდის მანძილზე? მასზე ფიზიკური ზეწოლას ადგილი არ ქონია. მე მარაიზის ასე თუ ჩვენ სისტემატურად შევდიოდით და არავითარ ფიზიკურ ზეწოლას მასზე ადგილი არ ქონია. მე შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც ახლა ფსიქოლოგიურს ბუნებრივია იქნებოდა და არაერთგზის. დაკავების მომენტიდან არ ვიცი როდამდე. ამიტომ მე იმ პოტენციურ რისკებზე ვსაუბრობ, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის. რაც ვიხილე მე უბრალოდ და ჯერ იყო ის მათი მცდელობა რომ
მთელი ციკლი დადგეს, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციული, ასე ვთქვათ, ფილმები გადაიღეს, ხო? კლიპი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, ფრაზა იყო, რომ თამაზაშვილი ბრუნდება თუ რაღაც მსგავსი. და ეს არის გაგრძელება იმ ფილმების სერიებისა, რაც შექმნა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით. რომ თამაზაშვილი ცუდი კაცია. ეს არის ძირითადი იდეა. ამიტომ ამ ფონზე მე სრულიად საფუძვლიანი ვარაუდი გამაჩნია, რომ მათ კიდევ გქონდეთ სურვილი დამატებით ახალი ფილმები გამოუშვან. ვადნერაკლი, მინდა გკითხოთ ხელისუფლების რიტორიკის შესახებ. დღეს საჯელახსრულების ახალმა მინისტრმა თქვა, რომ უნდა დავასრულოთ ეს თემა, რაც შეეხება არაადამიანურ მოპყრობას, სხვა შორის ხაზგასმით არ ხმარობენ სიტყვას წამება. და ასევე პრეზიდენტმა თავის გამოსვლისას იუსტიციის სახლთან თქვა, რომ და გამოვთოთ ტელევიზორები და გავიხედოთ ქუჩაში. რას ნიშნავს ეს რიტორიკა? არის წინასაარჩევნო დაძაბული პერიოდი? მოგახსენებთ. გასაგებია ხელისუფლების პოზიცია და მათი მცდელობა, რომ ყველაფერი ის რაც გაცხადდა, უნდათ რომ კვლავ დაფაროთ. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ საზოგადო იმდენად არის უკვე მომზადებული, იმდენად არის გამოფხიზლებული, რომ ამის გაჩერება, პროცესის გაჩერება შეუძლებელია უკვე. მათი მცდელობა და მათი ის ცინიზმი, მართლაც აუტანელი ცინიზმი, რომ ეს ყველაფერი თითქოს არ იცოდნენ და ცდილობენ სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, ეს არის უბრალოდ ძალიან სასაცილო და ამავდროულად აღმაშფოთებელი. კაცი, რომელიც აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომელიც იცის რომელ ადამიანს რა აქვს სახლში თუ სახლის გარეთ, რომელიც აბსოლუტურად ყველას უსმენს, ყველას უყურებს, ამბობს დღეს, რომ მას არ ქონდა ინფორმაცია თითქოს თუ რა ხდებოდა გდანის საპრობილეში. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ეს არ ხდებოდა მხოლოდ გდანის საპრობილეში. არამედ ამას ადგილი ჰქონდა სხვა საპრობილეებშიც. კიდევ მინდა მივუბრუნდე ასე იმ ვერსიას, რომელიც წაიყვანას, რომელიც წარმოგვიდგინა ხელისუფლებამ სააკაშვილმა, რომ თითქოს თავადაშვილმა დაგეგმა ეს ყველაფერი. კარგად გავყვეთ ამას თუ შეიძლება, საზოგადოებას რო აუხსნათ, თუმცა არ ჭირდება საზოგადოება ჩემი განახსნელია, თქო, ისეთ ყველაფერი ისაც კარგად გაიგეს. ეს სადისტური ქმედებები ხორციელდებოდა უკვე ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. ჩვენ მოვისმენთ ინტერვიუები და ამაზე თუნდაც ბატონი ტუღუში უკვე რამდენიმე წელია საუბრობს. ამის შესახებ ამერიკის სამხედრო დეპარტამენტის რაპორტებში არის ასე ვთქვათ საუბარი. Amnesty International-იც ასე ვთქვათ მუდმივად ამაზე საუბრობდა და მიუთითებდა ჩვენს ხელისუფლებას. ასე რომ თამაზაშვილი უბრალოდ ვერ დაგეგმავდა თელ ამ საშინელებებს 2009 წელს, 8 წელს, 10 წელს, 11 წელს. და მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი მცდელობა, რომ ყველაფერი ეს დააბრალოს თამაზაშვილს, არის წარუმატებელი. და მან ეს უნდა შეწყვიტოს. და მე მოვუწოდე არა მხოლოდ მას, არამედ ნაციონალურ მოძრაობას, რომ შეწყვიტონ ჩემი სიმამრის დისკრედიტაცია. მის სახელის პატივის მიზანმიმართულად შელახოთ. თქვენი ვერსია როგორია თვითონ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით? ირმა-ინაშვილი, რომელიც თქვენ შემდეგ იქნება ჩემი სტუმარი ბრიუსელიდან, ამბობს, რომ მას მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს ეს ვიდეო მასალა. მე აბსოლუტურად იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ მოისმინეთ, რაც საზოგადოებამ მოისმინა, რომ ქავატონ ირმას დაუკავშირდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, როგორც მე ვიცი, და ამის შემდეგ როგორ გამიტარდა მომლები, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ. თუმცა საინტერესოა, საერთოდ როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტი არის მნიშვნელოვანი, რომ რეალურად პირდაპირ გადატანის მნიშვნელობით დაიწყო სააკაშვილის ციხის შიგნიდან გატეხვა. ციხის შიგნიდან არის უკვე გატეხილი. ფაქტია, იმიტომ რომ ასეთი მნიშვნელობის სკანდალური მასალა როდესაც გამოდის გარეთ და ეს არ არის ერთ-ერთი მომზადებული. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ბევრი ამის მიმანიშნებელია. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა. მთავარ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობდა, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ირმა-ინაშვილი ბრიუსელიდან. ირმა-ინაშვილი ჩაგვერთვება ბრიუსელიდან. ირმა, საღამომშვიდობისა. მოგესალმებით, გამარჯობათ. ირმა, პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების, მათ შორის ვიდეოფირი არის ასეთი მტკიცებულებაო, ნათქვამია განცხადებაში, წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. დღეს ასევე გაავრცელდა თქვენი განცხადება ბრიუსელიდან, სადაც ამბობთ, რომ პროკურატურის განცხადება არის სინამდვილეში თქვენს წინააღმდეგ მომართული. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ასეა? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება პროკურატურის გამიზნულია
ჩემთან დაკავშირებით და მე ჩემთან არის თავარი გზავნილი, მაგრამ მე პროკურატურას მივმართე დღეს და ვთქვი რომ ჯობია გახსნან ის სეიფები, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის სეიფები, სადაც პატიმართა წამების ამსახველი უამრავი კადრია თავმოყრილი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და მოწმეც აცხადებს, რომ მთელი ამ პროცესის, წამების ამ პროცესის გადაღების თვითონ დაკვეთა ხდებოდა ზემოდან, ანუ ხელმძღვანელი პირების მხრიდან და ეს მასალები კიდევ უფრო ზემოთ მიდიოდა, ანუ მიდიოდა მინისტრთან, შემდეგ მინისტრიდან მიდიოდა პირდაპირ პრეზიდენტთან. ანუ სააკაშვილი იყო საქმის კურსში. ეს არ არის საკამათო საკითხი და მე მახსენდება ახლა ეკა სააკაშვილის ერთ-ერთი გამოსვლა, სადაც ის ამბობს და ყველას ეუბნება ნულოვანი ტოლერანტობა გახსოვთ და მე ამბობს ყველანი ციხეში. აი ახლა მე ვეუბნევი სააკაშვილს და ყველა იმ მინისტრს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს პირველ რიგში, ბაჩო ახალაიას, თავად მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ყველანი ციხეში. აი ამისთვის ავარ მე ბრიუსელში, რომ ჩვენ მივახციოთ თქვენ გასამართლებას. იმიტომ რომ ეს წამება, ეს აღმაშფოთებელი კადრები მართლა რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, არის ორგანიზებული დანაშაულის შედეგი და ყველა დამნაშავე დაწყებული ქვეყნის პირველი პირით, რომელიც ამ ორგანიზებული ჯგუფის მთავარი ხელმძღვანელია, უნდა დაისაჯოს. ირმა, თქვენ ამბობთ, რომ დღეს მასალები აღარ გაგაჩნიათ ხელთ. მაშინ, როდესაც 2 დღის წინ, როდესაც ობიექტივს ერთვებოდით, ხელში გეჭირათ ეს ფირი. სად არის ეს საათნახევრიანი ვიდეო ამჟამად? რა თქმა უნდა, ეს საათნახევრიანი ვიდეო, რომელიც თავის დროზე მე ჩამოვიტანე ბრიუსელში და დღეს სხვათა შორის ისმება კითხვები დეტალებში მიდიან და აქცენტის გადატანა უნდათ, როგორ მოხდა ეს ვიდეო ბრიუსელში, როგორ ჩამოიტანა ირმა ინაშვილმა. თქვენ ალბათ კარგად გესმით, რომ მასალა, რომელიც მე მოვიპოვე და მე ჩამივარდა ხელში, საჭიროებდა სერიოზულ ექსპერტიზას. ამ ექსპერტიზის ჩატარების საშუალება საქართველოში მე არ მქონდა. გამომდინარე ჩემი უსაფრთხოებიდან. მე თუ წავიღებდი სახელმწიფო ან კერძო საექსპერტო ბიუროში ამ მასალას, რა თქმა უნდა მომკლავდნენ ამ მასალის ნახვის შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ჟურნალისტი ვალდებულია პირველ რიგში დაამტკიცოს რომ მასალა არ არის ყალბი და უცბად არ უნდა გაავრცელოს ეს კადრები დღეს რომ მე დავებიან ზოგიერთები რატო არ მოხდა კადრების გავრცელება ჟურნალისტი უნდა დარწმუნდეს რომ ეს კადრები არის ნამდვილი ამიტომაც დაჭირდა ჯერ ტრანსპორტირებას მასალის გაგზავნა არ არის იოლის საქმე თქვენ იცით რამდენიმე ქვეყანა გაიარა ამ მასალამ ვიდრე ბრიუსელში ჩამოვიდო და ამას დრო ჭირდებოდა დამატებითი დრო ჭირდებოდა ექსპერტიზას და ჩვენ უკვე სექტემბრის დასაწყისისთვის ვიყავით მზად ამასთან გაჩნდა საქმეში მოწმეც პარალელურად და იყო გასათვალისწინებელი დიახ, რა თქმა უნდა, ბედუკაძე, რომელიც დამოუკიდებლად ჩამოვიდა და აღმოჩნდა ბრიუსელში, იყო გასათვალისწინებელი ბედუკაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მე ახლა იმ ჟურნალისტებს მივმართავ, რომ აკრიტიკებენ, სხვათა შორის ხელისუფლების მომხრე ჟურნალისტებს, რატო არ გაავრცელა ირმა ინაშვილმა მასალები მანამდე. არ უნდა გაგვეთვალისწინებინა და მე როგორც ჟურნალისტი არ უნდა გამეთვალისწინებინა მოწმის მოთხოვნა და მოწმის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. ყველა ეს პუნქტი იქნა დაცული ჩვენ ძალიან სწორად და გონივრულად ვიმოქმედეთ ტაქტიკურათაც და სტრატეგიულათაც ახლა სად არის ვიდეო ჟურნალისტების ეს ვიდეო არის ადვოკატთან ეს ვიდეო არის რა თქმა უნდა ყველა ევროსტრუქტურის პირველ პირთან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში არის ვიდეო მასალა შეტანილი ის რაც მე თქვენ ჩიპით გაჩვენეთ ეს მასალა ინახებოდა ბრიუსელში მე გამოვართვის ჩიპი გიორგის ჩვენ ერთად დავდექით ჩავატარეთ ბრიფინგი ვაჩვენეთ საზოგადოებას ეს მასალა და რა თქმა უნდა არის ყველგან გავრცელებული აქ ევროსტრუქტურების პირველი პირების დონეზე ასე რომ კიდე ერთხელ ურჩევ პროკურატურას ეს 376 მუხლი გამოიყენოს ბაჩო ახალაიასთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მათ მოთხოვონ სეიფების გახსნა და წამების სამსახველი კადრების მიწოდება მით უმეტეს რომ მოწმე ეს ბედუკაძე აცხადებს ბატონი ლადო რომ ეს მასალა ყოფილა თურმე დაწუნებული თქვენ წარმოგიდგენიათ რა შემზარავი კადრები ინახება ამ სეიფებში და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე ირმა ექნება თუ არა საქართველოში საზოგადოებას კიდევ სხვა მასალების ნახვის საშუალება არ ვიცი ექნება თუ არა ქართულ საზოგადოებას სხვა მასალების ნახვის საშუალება რაზეა ეს დამოკიდებული
დამოკიდებულია იმაზე ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ და ჩვენი პროტესტის ხარისხი როგორი იქნება, ჩვენი აღშფოთების დონე როგორი იქნება. მე დღეს ვადევნებ თვალყურს ინფორმაციას და ვხედავ, რომ რაღაცნაირად ქრება საპროტესტო მუხტი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რაც თან ახლდა აი ამ ვიდეო კადრების გავრცელებას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესი. უამრავი ასეთი მანიფესტაცია და მშვიდობიანი აქცია იმართება აქაც ბრიუსელში, საფრანგეთში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და არც ერთი პოლიტიკოსი სხვათა შორის არ ამბობს, რომ ეს არის სამოქალაქო ომი, სახელმწიფო გადატრიალება და მე მინდა მივმართო ეხლა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. არჩევნებია და არ მინდა ვინმე ზიანი მივაყენო, მაგრამ მაინც მივმართავ მათ. ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და ნუ გაუსვამთ იმას ხას, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. მე ვშიშობ, რომ თუ საპროტესტო აქციები შეჩერდება, რაც რა თქმა უნდა ფრთხილად და გონივრულად უნდა იყოს წარმართული, მაშინ აღარ მოხდება დამნაშავე პირების დასჯა. აღარც ბაჩო ახალაიას დაკავება მოხდება და დასჯა. არც ვანო მერაბიშვილის და არც სხვა პირების. ვის ინტერესში უნდა შედიოდეს მათი გაფრთხილება? ეს უკვე საზოგადოება მიფიქროს. ამიტომ არჩევნებს ხელს არ უშლის მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. იყოს ეს აქციები და ოპოზიცია მართოს ის გონივრულად. ასეთივე არის განწყობა ევროსტრუქტურებში, სხვათა შორის და ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებში, სადაც მე და გიორგის ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს. ისინი თვლიან, რომ პროტესტის საზოგადოების გამოსვლები ეს არის ჯანსაღი, აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი. ირმა, მაგრამ ასეთი განცხადება არ ყოფილა ოპოზიციური პარტიებისგან. პატრიარქმა მოუწოდა დღეს საზოგადოებას სიმშვიდისკენ. და ამის შემდეგ მართლაც მოხდა გარკვეულწილად დაშლა აქციის. არა, რატომ მხოლოდ პატრიარქმა, ეკა ბოლო დღეების მანძილზე იყო სხვათა შორის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან რეკომენდაციები. არ დაიშალე თუ ასეთი მოწოდება ნამდვილად არ ყოფილა. არც დაისვენეთ არ ყოფილა, მაგრამ იყო მინიშნება, რომ რაღაცნაირად შეჩერდეს ეს პროცესი. კი არ უნდა შეჩერდეს ხალხო. ეს პროცესი უნდა იყოს და ეს უნდა დუღდეს. ეს მუხტი უნდა იყოს, იმიტომ რომ არჩევნებს ეს არ უშლის ხელს თუ გონივრულად წარიმართება სიტუაცია. გარეთ საზოგადოების პროტესტი და პარალელურად მისვლა და მზადება არჩევნებისთვის. რა არის აქ გაუგებარი? წინააღმდეგ შემთხვევაში იცით რა მოხდება? ყველას დააპატიმრებენ. ყველას დააპატიმრებენ გარდა დამნაშავეებისა. სააკაშვილისა, მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიასი. ირმა, მერაბიშვილს რაც შეეხება, გავართ დღეს ჩვენ. მერაბიშვილს რაც შეეხება, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, როდესაც გაკეთდა განცხადება, რომ მერაბიშვილიც არის კავშირში ამ მასალების თქვენთან გადმოცემასთან. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება ძალიან კონკრეტულად ამის შესახებ, რა კავშირი აქვს მერაბიშვილს მასალების გავრცელებასთან? რაც თქვი, იმაზე მეტის თქმა ეკა ნამდვილად არ შემიძლია, იმიტომ რომ თავიდანვე კონკრეტულად თქვი მე, რომ ოფისში ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წარმიდგა ვანო მერაბიშვილის სახელით და მითხრა, რომ ამ ჩიპს, ეგრეთ წოდებულ ფლეშკას მე გადმომცემს მერაბიშვილის სახელით. და მე ვიხსენებ, რომ მან ასეთი ფრაზაც დაამატა, თქვენ ძალა გაქვთ და იმოქმედეთ. და ჩვენთან ოფისში მოდის უამრავი ადამიანი, არ ვაქცევ მე ყურადღებას, ხო, ვინ რას მეუბნება, როგორ მეუბნება, რატონით და რა განწყობით, მაგრამ ეს იყო იმდენად მნიშვნელოვანი მასალა, რომ მე მივხვდი, ეს მასალა რომ არა ძალოვანი შტოის, რომელიღაცა ენ შტოის ნება ჩემამდე არ მოვიდოდა. ბედუკაძეს თუ შეუწყო ხელი, რომელიმე მაღალჩინოსანმა, ირმა, ბედუკაძეს თუ ქონდა ხელშეწყობა რომელიმე მაღალჩინოსნისგან. ბედუკაძე ვისმენ რომ ამბობს, რომ მას ქონდა ხელშეწყობა და რაღაცა კონტაქტი მაღალჩინოსანთან. კიდევ ერთხელ დანარჩენი მასალის შესახებ, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, არის ახლა ადვოკატთან. როდის ექნება საზოგადოებას ნახვის საშუალება კიდევ ახალი კადრების? სხვათა შორის დღეს გავრცელდა ონლაინ პეტიცია მოქალაქეების სახელით, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ წამების კადრების ამსახველი ვიდეო მასალის ნაწილ-ნაწილ ჩვენება შესაძლოა ემსახურებოდეს პოლიტიკურ მიზანს და ეს ცუდად მოქმედებს მაყურებელზეო და ასე შემდეგ. ამიტომ არის ძალიან დიდი ინტერესი გავრცელდება ეს ისევ ნაწილ-ნაწილ იხილავს საზოგადოება ერთად თუ საერთოდ ვეღარ იხილავს დანარჩენ მასალას ახლო მომავალში. იცით რა ეკა, ჩვენ მოქმედებთ ადვოკატის რეკომენდაციის საფუძველზე და იმ ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს და ეს მასალები ვრცელდება სწორედ ადვოკატის რეკომენდაციის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა
რაც გავავრცელეთ სწორედ ადვოკატთან შეთანხმებით და ეს იყოს სწორი ჩემი აზრით და მომავალში რაც გავრცელდება, ესეც გავრცელდება ადვოკატთან შეთანხმებით. ეს მასალები პრაქტიკულად გავრცელებულია, იმიტომ რომ ხას უსვამ ყველა პირველ პირს ევროსტრუქტურისას ის მაგიდაზე უდევს და სხვათა შორის, როდესაც წამების კომიტეტში აჩვენებდა გიორგი ფოფხაძე ამ მასალას, ერთ-ერთმა ძალიან გავლენიანმა ფიგურამ ნერვიულობისგან დაღეჭა ფანქარი. იმდენად შეძრა ამ კადრებმა, რაც ნახა მან ეკრანზე. ერთიანად გავრცელებას ითხოვდა საზოგადოება აი ამ პეტიციაში. ამაზე ხელის მომწერი ადამიანები. იცით რა, არ ვიცი იმ პეტიციაში რას ითხოვდნენ, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ გავრცელდეს ეს მასალა და დარწმუნებული იყოს საზოგადოება, რომ დიდი ნაწილი ამ მასალისა გავრცელებულია. აქ არის საერთო მასალაზე ლაპარაკი, ეგრეთ წოდებულ შავ მასალაზე, რომელიც უკვე უფრო გამოძიებისთვის არის საინტერესო. და მე არ ვიცი რის ნახვას ველოდებით კიდე ჩვენ, აი ეს კითხვა მინდა დავსვა. ან სად იყო საზოგადოების ეს დიდი ნაწილი ახლა რო პეტიციების წერით არის დაკავებული მაშინ, როცა ორგანოება მოცლილი პატიმრები გამოყვავდა ციხიდან. როცა გლდანის მერვე საპყრობილესთან ჩვენ ჟურნალისტები ხვდებოდით ჭირისუფლებთან ერთად ამ გადაკერილ დასახიჩრებულ ჩვენ პატიმრებს. სად იყვნენ მაშინ, რატო არ წერდნენ პეტიციებს? ისიც მინდა გითხრა ეკა, რომ ჩვენ საიძე სხვათა შორის ობიექტივის საიძე არის ათობით ნაწამები პატიმრის კადრი და დიაგნოზი იცით რა არის, რომ ისინი გარდაიცვალენ ზოგი ცეროზით, ზოგი ტუბერკულოზით თურმე. აი ეს არის რაღაცა გამაოგნებელი. ამაზე მეტი უნდა გვენახა და კიდე ამაზე მეტის ნახვა გვინდა? მაშინ გაიღოს სააკაშვილის სეიფები და პირდაპირ ვამბობ, ამაზე მეტი, ამაზე კოშმარული კადრები დევს იქ უშუალოდ სააკაშვილთან. და ჩვენი მიზანი აქ ყოფნის ის არის, რომ მივაღწიოთ ვანო მერაბიშვილის ხაზგასმით ვამბობ ამას, რომელიც სხვათა შორის არ იქნა გასამართლებული და არანაირი პასუხისმგებლობა მას არ დაეკისრა გირგვლიანის მკვლელობის გამო და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ბაჩო ახალაიას ამავე საქმის და სხვა საქმეების გამო და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს მათ დასჯას მოვითხოვთ ჩვენ და ძალიან დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას რომ მივაღწევთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ირმა ინაშვილი გვერდებოდა ბრუსელიდან, რამდენიმე წუთში თამაზელის ბარაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მისი მკვლელობა მზადდება. ბრუნდებით თამაზელის ბარაშულთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ მისი მკვლელობა მზადდება. საღამომშვიდობისა ბატონო თამაზ. გამარჯობათ ქალბატონო ეკა. დღეს განაცხადეთ, რომ იგეგმება თქვენი ლიკვიდაცია. უფრო ცვლად თუ შეიძლება ამის შესახებ. ისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ უნდა დააბრალდეს ეს ქართულ ოცნებას. დიახ, გუშინ იყო მოსული ჩემთან, ჩემი ახლობელი ადამიანი, სხვათა შორის იურისტი, რომელმაც მითხრა, რომ იგეგმება შენი მკვლელობა და მიზანი ამ მკვლელობის არის შემდეგი. რომ დააკავებენ მალევე ჩემს მკვლელს, კილერს, რომელიც მისცემს აღიარებით ჩვენებას, რომ ჩემი მკვლელობა შეუკვეთა კოალიცია ქართულმა ოცნებამ. მე რო ჩავეკითხე და ვკითხე რა არის, ესე იგი, აი ამის აზრი, რაში უნდა აწყობდეს კოალიცია ქართულ ოცნებას, ჩემი მკვლელობა ვითომ განმემართა, რომ რადგანაც პროკურატურა ავრცელებს ვერსიას, რომ თითქოს მე შეხება მაქვს იმ საშინელ ფირებთან, რომელიც გავრცელდა პატიმრების წამების შესახებ, თითქოს მე კავშირი მქონდა თამაზ თამაზაშვილთან, ბატონ თამაზ თამაზაშვილთან და შემდეგ ესე იგი ჩემი საშუალებით ხდებოდა კავშირი ვითომ და ქართული ოცნებიდან ლადო ბედუკაშვილისა და ესე იგი ქართულ ოცნებას შორის ბედუკაძეს უკაცრავად და ესე იგი სარჩული დაედებოდა ამ მკვლელობას, რომ მე ვიყავი არასასურველი მოწმე ქართული ოცნებისათვის. ამ იურისტს საიდან აქვს ეს ინფორმაცია? რამდენად უტყუარია? იმდენად დამაჯერებლად მელაპარაკა და დამარწმუნა იმაში, რომ ეს ინფორმაცია მას ჰქონდა ძალიან სანდო წყაროსაგან. ბატონო თამაზ, რატომ საიდან გამომდინარე მოხდა თქვენი დაკავშირება ამ ვიდეო მასალასთან? საიდან გაჩნდა ეს ვერსია საერთოდ, როგორ ფიქრობთ? მე ამას უკავშირებ ალბათ ჩემს ნაცნობობას ლადო ბედუკაძესთან.
როგორ დაიწყო თქვენი ნაცნობობა, რა ურთიერთობა გქონდათ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამის შესახებ? მოგეხსენებათ, რომ 2010 წლის 5 ივლისს მე დამაკავე შემოსახლეს გდანის მერვე საპრობილეში. თავიდან პატიმარი ხდება ეგრეთ წოდებული კარანტინის საკანში. მე კარანტინის საკანში დავყავი 14 დღე და ეს სწორედ კარანტინის საკანში იმ სართულზე, ანუ პადვალში, სარდაფში უпростоრედ მორიგეობდა ეს ხსენებული პიროვნება ოფიცერი ლადო ბედუკაძე. და მე თუ უფრო ესე იგი ჩამეკითხებით მე გეტყვით რომ ეს პიროვნება იმდენად ნორმალურად ეპყრობოდა პატიმრებს, ესე იგი მისი მორიგეობის დროს არ ხდებოდა პატიმრების ღირსების აყრა, პატიმრების ემა, პატიმრების შეურაცხყოფა. ყველა პატიმარს ძალიან გვიყვარდა. კარანტინში მოგეხსენებათ როგორი პირობები არის. იქ არის 6 ადგილიანი საკანი, სადაც არის რკინის ნარები, ეგრეთ წოდებული საწოლები, იქ არ არის არც საბანი, არც ადიალი, არც ბალიში. და პატიმრებს ესე იგი ფაქტურად გვიწევს წოლა აი რკინის ნარებზე. 6 ადგილიან საკანში არის 22 პატიმარი. როგორც წესი მეორე დღეს აყავთ პატიმრები და ანაწილებენ ჩვეულებრივ ციხის კამერებში. მაგრამ მე რატომღაც ესე იგი დამტოვეს 14 დღე. იყო ერთი აწევა ზევით 2 დღის თავზე, ნუ აწევას ეძახიან პატიმრები, როცა ხდება განაწილება კარანტინის საქმედან ზევის საკნებში. შემდეგ 2 დღის შემდეგ ესე იგი კვლავ იყო პატიმრების განაწილება ზევით, მე ისევ დამტოვეს. შემდეგ ესე იგი კიდე შეივსო კარანტინის საკანი 22 პატიმრამდე, აწიეს ზევით პატიმრები, მე დამტოვეს ისევ. ნუ მერვე დღეს გამოვაცხადე შიმშილი. და შიმშილი გამოვაცხადე მიზანი ჩემი ესე იგი შიმშილის იყო მოთხოვნა რომ მომეცით კბილი ჯაგრისი და პასტა რომ მომცემოდა საშუალება კბილი გამეხება. იმის მაგერად მოიცადე ჯაგრისი და პასტა მომკიდეს ხედე ჩამაგდეს ეგრეთ წოდებულ ფუქსებში, რომელიც უფრო უარესია და უარესი პირობებია იქ ვიდრე კარანტინის საკანში. აი სწორედ აქ მოხდა ესე იგი ჩემი გაცნობა ლადო ბედუკაძესთან. ღამე შუაღამისას გამოვიყვანა ფუქსის საკნიდან. ჯიბიდან ამოიღო გაუხსნელი კბილის პასტა და ჯაგრისი და მომცა იმის საშუალება რომ კბილი გამეხება დერეფანში ონკანთან. ეს იყო და ესე იგი კარანტინში ყოფნის დროს მე როგორც გითხარი 14 დღე ვიყავი, მე 15 დღეს გადამიყვანეს საკანში. მე ლადო ბედუკაძესთან არანაირი შეხება არ მქონია. მხოლოდ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადღაც 1 წელი იყო გასული. დამერეკა ტელეფონზე, მე ყველაზე ვსპასუხობ ტელეფონზე, უპასუხე და მითხრა მე ბატონო თამაზ ლადო ვარო გდანიდან ხო და ნუ ვერ გავიხსენე, მე ვიფიქრე მეთქი ალბათ რომელიმე პატიმარია და ყველა პატიმარს ჩემი ნომერი დაურეკე. და რომ გამახსენე აი მე ის კბილი ჯაგრისი და პასტა რომ მოგეციო, იგი მაშინ ლადო შენი ჭირვენ, მეთქი როგორ მიდე შენი ნახვა, მე ის პატივისცემა, რაც მაშინ იქ ლადომ გააკეთა, ხო არ დამავიწყდა მთელი ცხოვრების მანძილზე და ეს იყო აი რაღაც ძალიან შეუფასებელი და ღირებული ჩემთვის ადამიანის აი ესეთი საქციელი, იმიტომ რომ იქ მოგეხსენებათ პატიმრებს როგორ ექცევიან. არა მაგრამ თქვენ იცოდით რომ სწორედ ბედუკაძე იღებდა აი ამ წამების კადრებს? თქვენ თქვით რომ როდესაც ბედუკაძე იყო მორიგე არ ახორციელებდნენ ზეწოლასო პატიმრებზეო? როცა ბედუკაძე იყო მორიგე, მე გეტყვი თქვენ. საერთოდ პატიმრებს სისტემატურად აყენებდნენ შეურაცხყოფას. იქ დედის გენებაზე და ცოლის და შვილების მაგაზე ლაპარაკი არ აქვს. ზედმეტი ესე იგი ლაპარაკის დროსაც კიყებოდა კარები საკნის, გაყავდათ პატიმრები, ან იქვე ხდებოდა ცემა. მაგრამ განურჩევლად ესე იგი ყველას მიუხედავად იმისა, თქო, მინდა ელაპარაკა, მაგას არავის არ ეკითხებოდა. და სწორედ ლადო ბედუკაძის მორიგეობის დროს ესეთი რაღაც არ ხდებოდა. თვითონ ლადო იყო ესე იგი გარანტი ალბათ იმისი რომ არ მომხდარიყო პატიმრის ღირსების აყრა. მეცაც გეტყვით. მე მაშინ თქო არ მივაქციე მაგას ყურადღებას. ზაფხულის პერიოდი იყო, მე როცა საგანში ვიყავი და წარმოიდგინეთ 6 ადგილიან საგანში 22 კაცი. სუნთქვა ჭირდა, თან ეს კარანტინის საკნები არის ნახევრად პადვალში. ჰაერი არ ტრიალებს და საკნის კარები იყო რკინის. რკინის კარებს აქვს თავისი ეგრეთ წოდებული კარმუშკა. ლადოს მორიგეობის დროს, ესე იგი, ამ კარმუშკას ღიას გვიტოვებდა მთელი დღის განმავლობაში, რომ პატიმრებს მოგცემოდა
ელემენტარულად სუნთქვის საშუალება. და შუაღამისას საერთოდ ესე კარებს ღიას ტოვებდა, რომ მომცემოდა საშუალება, რომ ანუ თქვენმა პირადმა ურთიერთობამ ბედუკაძესთან მისცა ხელისუფლებას იმის საფუძველი, რომ თქვენს დაეკავშირებინეთ ამ ვიდეოების გავრცელების ამბავთან? რა თქმა უნდა, ეხლა მაგას მოგახსენებდით, რომ ერთი წლის შემდეგ მე რაც ხიდან გამოვედი, ეს ხდებოდა სადღაც 2012 წლის დასაწყისში. დამირეკა თქო ტელეფონზე და მთხოვა რომ მას ჰქონდა მის მეგობარს ჰქონდა რაღაც ბიზნეს წინადადება და უნდა ჩემთან შეხვედრა. წავედით, მე ესე იგი იმ დღეს ვერ მოვახერხე შეხვედრა და მთხოვე ლადოს რომ მე დღეს ძალიან დაკავებული ვარ და იქნებ ხვალისთვის დამერეკო და ხვალ შევხვდეთ, მაგრამ მეორე დღეს ვერ დამერეკა, შევხვდით მესამე დღეს თვითონ მოვიდა მეტრო რუსთაველთან, მოკლედ მეტრო რუსთაველიდან ესე იგი გადაურეკა თავის მეგობარს და იქვე ახლოს კაფეში, სასტუმრო რედისონში შევედით. სხვათა შორის თვითონ ის მისი მეგობარი, რომელიც თან ახლდა ლადოს იყო, ლადოს ყავდა გაცნობილი ანალოგიურად როგორც მე გამისვა, ანუ ციხეში. ეს კაცი იყო ბიზნესმენი, რომელიც დაპატიმრებული იყო და იქ სუფაზე რომ დავჯექით მე შევთავაზე და მივირთვალ თქო და სანამ მოიტანენ ესე იგი ამ კერძს და სანამ მოიტანენ იქ ლაპარაკში მისმა მეგობარმა აი ამ ყოფილმა პატიმარმა ბიზნესმენმა თქვა რომ ეს კაცი რო არ ყოფილიყო ლადოზე თქვა მეო დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო საკანში ესე იგი კარანტინის საკანში სუნთქვა მიჭირდაო ეს ფსუქანი კაცი არის დიდი ზომის არის და იმდენად ესე იგი მიჭირდაო კარანტინში ყოფნა ამ ესე იგი უჰაერობის გამო თხოვეო ჩემთვის უცნობ ოფიცერს ამ შემთხვევაში ლადოს რომ იქნება ესე იგი მიშველო რამეო და ლადოს ესე იგი გაყავდა ეს კაცი მორიგეობის დროს თავის მორიგეობის დროს თავის ოთახში შეყავდა და მთელი ესე იგი ღამე ყავდა იმ ოთახში იქ ესე იგი ეთყობა საწოლის საშუალებაც იყო და იქ ესე იგი ატარებდა ღამეს და იმდანაც ესე იგი საოცარი ადამიანიაო საოცარი ვაჟკაცი კაციაო რომ თავის ხელი ჩაის მიდუხებდა და ჩაი მოქონდა ჩემთან. ბატონ თამას, თქვენ თუ გქონდათ რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ვიდეო გადაღება ამ პატიმრების წამების ხორციელდებოდა და იმის შესახებ თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ციხის გარეთ ამ ვიდეო მასალამ გაჟონა, გავიდა? არა, ვიდეო გადაღებები რო ხდება ციხეში ეს პირველი ეს ყველა მის ის ვიდეო თვალი აყენია, ყველგან რომლის ჩანაწერები არის და მიდის. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. თითქმის ყველა კუთხე კონჭულში არის ვიდეო თვალი. იცოდით რომ ჟურნალისტებთან მოხდა ეს ვიდეო მასალები, გქონდათ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია? არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მე გეტყვით, ესე იგი, რატო დაინტერესდა პროკურატურა ჩემით? აი ამ შეხვედრის შემდეგ მე რომ ესე იგი სუფრაზე ვიჯექე ლადოსთან იქ რედისონში, რომ ნახე იმის მე ლადო აღარ მინახია. მე ლადოს უთხრა ლადო შენ ისეთი სიკეთე გაქვს ჩემთვის გაკეთებული მე შენ მომეცი ესე იგი საშუალება იმის რომ თავი ესე იგი ჩემ პატიმრობის ყოფნის დროს იქ ციხეში თავი აი ადამიანად მეგზნო რომ ადამიანი შეული ადამიანს გაუკეთო სიკეთე და იქ საუბარში გავიგე რომ ლადოს ყავდა 2 მცირეწლოვანი შვილი და უთხარი რომ მე აი მაქვს სულიერი მოთხოვნილება პირადად მე თამაზ ელიზბარაშვილს რომ შენს შვილებს 1 წლის განმავლობაში დაუნიშნო სტიპენდია 100 ლარის ოდენობით და თუ არ შეწუხდებით რომ გაუხსენი შვილებს ანგარიში ბანკში და როგორც გითხარით 1 წლის განმავლობაში 100 ლარს სტიპენდიას ჩავრიცხავ თქო. ლადო მამაზე ესე იგი კატეგორიული უარი მითხრა, ძალიან მორიდებული კაცია. გეუბნებით რა მართლა ვაჟკაცი და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი არის. ნაომარია იქ ლაპარაკში სამაშაბლოში აფხაზეთში და სამშობლოზე და თავის ხაზზე შეყვარებული. ბატონო გქონდათ თანხა ჩარიცხული ანგარიში? კი და იმის მერე ესე იგი რაც მითხრა ხო ეს უარი მითხრა მე დაჟინებით მოვთხოვე ეს და მისმა ნუ კარგი რადგანაც აი ესე გინდა რომ მე აი სიკეთით ხო რაღაც თან მე რატო გავაკეთე ეს პირდაპირ გეტყვით რა საერთოდ მე შვილების მამბა მე ძალიან ვიყარ ჩემი შვილები როგორც ყველა ნორმალურ მამაზე მშობელს და მე მინდოდა აი ამით ჩემი ამ საქციელი ჩემი ამ ჟესტით მის შვილებს ხო იკითხავდნენ აი ეს ფული მამა საიდან ხო რომ გაეგოთ როგორი მამა ყავდათ აი რამდენად ესე იგი ადამიანურად აი ეს ადამიანური თვისებები ჩემკობილი კაცი ვიყავ მე სწორედ გამიგეთ
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევ მაგას. მე მიამაყება ჩემი შვილები და მე და ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით. ბატონ თამაზ, ბევრი დრო არ გრჩება კიდევ ერთი მე ყოველი თვის დასაწყისში არა მე დავამთავრებ მაშინ რა. და რადგან ისა მაშინ ჩემ ბარაზე სადაც ხელფასი მერიცხება, მაშინ აი ამ ბარაზე საქართველოს ბანკში აქვს ესე იგი გახსნილი თანამშრომლებს ეთყობა როგორც ჩანს, აი ამ სახელმწიფო ბარაზე ჩამერიცხო, მაშინ ეს 200 ლარი და მე ყოველი თვის დასაწყისში როგორც კი ვიღებდი მე ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, იქიდან შემოსავალს, ყოველი თვის დასაწყისში ურიცხავდი 200 ლარს პირადად ჩემი ანგარიში, ჩემი პირადობის მოწმობით ლადო ბედუკაძის საქართველოს ბანკის ბარათზე. ეს ესე იგი მე ამას ურიცხავდი, დავიწყე თუ არ ვწდები, ბანკიდან უნდა ამოვიღო სამონაწილე. გრძელდებოდა, აი ახლა სექტემბერშიც კი ჩაურიცხე. და საინტერესო რა იყო, იცით კიდე მე რას გეტყვით, ესე იგი პირველი ჩარიცხო რომ გავაკეთე აი ამ შეხვედრიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, რადგან დამერეკა ტელეფონზე და დიდი მადლობები მიხადა. მეორე ჩარიცხვის შემდეგ SMS-ი მომწერა და მადლობა გადამიხადა, მაგრამ შემდეგ ესე იგი ჩარიცხვებზე ხო არც SMS-ები მოდიოდა, არც დაურეკედა, ნუ ახლა მეც მომერიდა მე თქვა გერიცხება ანგარიში არ გერიცხება თვითონაც არ დაურეკედა საქართველოს ბანკში აგვისტოში რომ ესე იგი ჩავრიცხეს თანხა თვითონ ოპერატორს უთხარი რომ კაცო მე თანხას ვიცხავ აი ამ ბარაზე და აბა ნახეთ ერიცხება იქნება არ ერიცხება ეს და ოპერატორმა მითხრა უარი მე ამის ესე იგი თქმის უფლება არ მაქვს და იქ შევკამათი მე ოპერატორთან დაუძახა ადმინისტრატორს და მე ადმინისტრატორმა ამიხსნა რომ რადგანაც ეს ბარათი შენ სახელზე და გვარზე არ არის მიუხედავად იმისა რომ შენ რიცხავ ამ ფულს ამ ბარაზე ხო არ გვაქვს ჩვენ უფლება რომ ინფორმაცია მოგცეთ თანხა ერიცხება თუ არ ერიცხება ნუ ამის მერე გავანებეთ თავი და აი ეს იყო სულ მე საერთოდ იმის მერე მე ლადო არ მინახია და არანერი არც გასაგებია კიდევ ერთი თამაზაშულთან თუ მე ბოლოს გავიგე ახლა რომ თურმე თამაზაშულთან თუ გქონდათ ბატონ თამაზაშულთან მე არანერი შეხება არ მაქვს არ ვიცნობ ამ პიროვნებას საერთოდ არ ვიცნობ და არც მინახია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ თამაზ ბაკურიძესთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას თამაზ ბაკურიძე უპასუხებს საღამოშტობისა ბატონო თამაზ. მოგესალმებით. გუშინ გირგულიანის მკვლელები, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს თქვენს მეზობელ საკანში დააკავშირეთ ჯვანიას მკვლელობასთან. რა კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ, რადგან საზოგადოებაში ამის შემდეგ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ალანიას გვარს ასახელებდით კონკრეტულად. მე როდესაც პატიმრობაში გავხდით, დაახლოებით 4 წელიწად ნახევარი იყო, 2 წელი და 2 თვე ვიყავი ციხის პირობებში, 2 და 2 თვე კოლონიის პირობებში და როდესაც გადმომიყვანეს ავჭალის კოლონიაში იქ დამხვდნენ რა თქმა უნდა გირგულიანის საქმეზე გასამართლებული პირი 4 პირი იყო მოხდა ისე რომ მე მომიწია მათ გვერდით ყოფნა ოღონდ შენობა იყო გაყოფილი და მათ არ ქონდა შესაძლებლობა ჩვენთან შემოსულიყო და არც ჩვენ ქონდა შესაძლებლობა მათთან თუმცა ვინაიდან ესე იგი კედელი იყო ხის ფაქტიურად ყველაფერი რაც ხდებოდა მათ ფარტში ისმოდა ხანდახან ეს იყო ყოველივე შემზარავი იმიტომ რომ დილამდე ხდებოდა ეს ხმაური აი რა ხდებოდა რასაც ხმაური იყო რასაკეთებდნენ ნუ ფაქტიურად მე ვერ ჩავთვლი ვერ ვიტყვი რომ ისინი პატიმრობაში იყვნენ იმიტომ რომ მათ ქონდათ შექმნილი ყველანაირი კომფორტი დაწყებული კომუნიკაციით ინტერნეტი ტელეფონი კომპიუტერი საცხოვრებელ ფარჩის სველი წერტილები და რა თქმა უნდა მათ ქონდათ იარაღიც ისინი ფაქტურად შეერაგებულები იყვნენ კოლონიაში ყოველდღიურად მათთან მოდიოდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ეხლა ისინი რო გითხრათ რომ ისინი დღისით დადიოდნენ და მე უშუალოდ ხედავდი ამას არ ვიქნები მართალი ისინი განსაკუთრებით მოდიოდნენ ღამის პერიოდში როდესაც კოლონია იკეტებოდა და ყველა პატიმრები უკვე თავის საკანში ფარჩში შედიოდა შემდეგ მოდიოდან მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი მე მესმოდა ხდებოდი რომ ისინი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და განსაკუთრებით ისმოდა ის როდესაც ისინი სატელეფონო კავშირზე გადიოდნენ და ფაქტიურად ისინი იქედან მართავდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც კი მათთან მოდიოდნენ რეგიონების კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათ აძლევდნენ დავალებას ესე იგი რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ და ეს ის პერიოდი იყო ზუსტად მე როცა მომიწია 2007 წელი
გახსოვთ ეს მოვლენები, იმედის დარბევა, შემდეგ პატარკაციშვილის ამბავი და არა მარტო ჟუანიას, არამედ ისინი საქმის გულში არიან პატარკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებითაც, მათთან მოდიოდნენ. კონკრეტულად ჟუანიას მკვლელობასთან რატომ დააკავშირეთ მაგალითად ალანია? იმიტომ რომ ეს პიროვნება იყო, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს უწევდა კონტროლს იქედან. აი მიტინგებსაც ხსენებიათ მათ ჟუანიას სახელი ან ეს მკვლელობა, თქვათ იმ ერთადერთხელ მქონდა შესაძლებლობა შექმნილი გარემოდან გამომდინარე მე მომესმინა იყო ერთი არ ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ გვიანი იყო, როდესაც ძალიან ხმაური შეიქმნა 20 გვერდით საგანში, ვიქრე რა ხდება, აი შეიქმნა შტაბ-ბინა, ყველაფერი დაინგრა იქ. და შეძახილები იყო რომ ვინ გაბედა ჩემი ესე იგი აქ მოყვანა გამიგვირდა რომ ჯერ არის მოდამისი არ ჩანდა და ბოლოს გაირკვა რომ მას ყავდა მამა გარდაცვლილი ის დაახლოებით ერთი კვირა იყო სახლში ალანიაზე ლაპარაკობთ დიახ ერთი კვირა იყო სახლში და როდესაც ესე იგი დაგრძალეს მამა მას უთხრეს რომ უნდა წაგიყვანოთ ზონაზე და ის ამაზე აღშფოთებულა თუ როგორ გაბედეს და არ მომწეს შესაძლებლობა რომ მე ბოლომდე დარჩენილიყავი განსაკუთრებით იმ ღამეს როცა ოჯახში უკვე მამა აღარ იყო დედასთან მან აღშფოთებული იყო რომ ვინ გაბედა ახალაიამ მერაბიშვილმა თუ ვინ დამაკავშირეთ ახლა რომელიმე სთხოვდა აი ფაქტიურად შეურაცხყოფასაც აყენებდა კოლონიის დირექტორს აი მითხარით ვინ დაგავალათ ის არ ეუბნებოდა. მან უთხრა უბრალოდ გაჟონა ინფორმაცია, რომ შენ კოლონიის გარეთ იყავ. შემდეგ მან მოითხოვა, რომ დამაკავშირეთ ახალაია, მერაბიშვილი, რო არ დააკავშირეს. არ მინდა მათთან სააგაშვილთან მაქვს მე კონკრეტულად ბევრი რამ გასარკვევი და შევახსენო მინდა ბევრი რამ და მათ შორის ზურაბ ჟუანიას მკვლელობასთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ესე იგი, აშკარად ჩანს და ამას არანაირი მტკიცებულება და დასტური არ ჭირდება, რომ ისეთაც ჩანს, ისეთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული. ანუ ფიქრობ, რომ ასეთი პირობები და ასეთი მსუბუქი საშელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ გარკვეული კავშირი შეიძლება ჰქონოდათ პრემიერ-მინისტრის მკვლელობასთან? ასეთი შტაბის ყველა მათგანს არა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ალანია თუ უშუალოდ მან არ იყო მონაწილე, უпростоრად შემსრულებელი, შეიძლება მან დავალებასაც კი აძლევდა. მისი პირობებიდან გამომდინარე აშკარად ჩანს რომ მას მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტში. იყო ასეთი პერიოდიც, მე მინდა გავიხსენო, როდესაც დაიწყო ხმაური აი 2008 წლის ნოემბერში პატიმრების გათავის პოლიტპატიმრებზე და აი გრიგოლიანებს უშვებენ, ათავისუფლებენ და რაღაცა. იგეგმებოდა მათი გათავისუფლება. აი ფაქტიურად ისინი უკვე მომზადებული იყვნენ პატიმრებს ემშვიდობებოდნენ და მოხდა რომ პრეზიდენტმა გამოვიდა ბრძანება შეწყალების და ისინი არ აღმოჩნდნენ ამ სიაში. და ისმოდა აი მათი გაცხარებული ისა რა ქვია რომ აი ადეიშვილს, ზურაბ ადეიშვილს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ესე იგი რა მოხდა მერაბიშვილმა მიაღწია შეთანხმებას სააკაშვილთან რომ ისინი გათავისუფლებოდნენ, მაგრამ როგორც მე მივხვდი მათი საუბრებიდან ზურაბ ადეიშვილი წასულა მათი გათავისუფლების წინააღმდეგ. და მათ თქვენ თუ ისინი უკვე ღიად ამბობდნენ, აი პიკზე იყო მდგომარეობა, მაშინ ქვეყანაშიც ისეთი მდგომარეობა იყო, ძალიან ძნელი იყო პროგნოზი რა მოხდებოდა ხვალ. და ისინი მზად იყვნენ რომ თუ ჩვენ არ გაგვათავისუფლებენ, მაშინ ჩვენ რაღაც დაგვრჩენია, ვიც მოვა ახალი ხელისუფლება ის მაინც დაგვრჩის და ჯობია ჩვენ თქვათ ყველაფერი რა და როგორ. გარდა ამისა, კიდევ რა ხდებოდა საპყრობილეში, რადგან ძალიან ბევრი მითი არსებობს იმის შესახებ, როგორ იმართებოდა საპყრობილები ახალაიას მმართველობის პერიოდში, თუმცა კონკრეტიკა არის ნაკლებად. მე ვიყავი რა შეგიძლიათ მოყვეთ ამ პერიოდში? ძალიან ბევრი რამ შემიძლია. თვითონ ახალაია თუ იღებდა მონაწილეობას მაგალითად პატიმრების დასჯაში? მე ბევრი რამ შემიძლია მოუყვე, ბევრი რამ მე ჩემი თვალით მაქვს დანახული, ბევრი ვიცი ასევე პატიმრებიდან დაახლოებით 2000 მეტ პატიმართან მქონდა ურთიერთობა სხვადასხვა პატიმართან და აი ზუსტად ახალაიას პერიოდში მე სამი მინისტრის პერიოდში მომიწია ციხეში ყოფნა. ეს არის კოპაძე, შემდეგ ახალაია და შაშკი.
და ახლა ეს პერიოდი მე სხვათა შორის მინდა რომ არ დამავიწყდეს აი ცინიკური განცხადება ხელისუფლების რომ ყველა გიორგი პარამიძის მიხეილ სააკაშვილის რომ ეს დაუშვებელია ეს შემზარავია რა ეხლა გაიგეს რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ციხეში არავინ იფიქროს მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს ქართულ ციხეებში ეს ყველაფერი თითქმის ყოველდღიურად ხდება 2006 წლიდან მას შემდეგ რაც ამოუწყების ხელმძღვანელი გახდა ახალაია და როგორ როდესაც ახალაია დაინიშნა ხელმძღვანელ პირად პირველი რაც მან გააკეთა შემოიარა ყველა სასჯელ აღსრულების დაწესებულება და მათ შორის ბათუმიც აბსოლუტურად ყველგან შევიდა სპეცდანიშნულების რაზმებით თანხმლებით აი ჩვენთან ბათუმის ციხეზე ის შემოვიდა ესე იგი 3 სპეცდანიშნულების რაზმის თანხმლებით ეს იყო ბათუმის ქუთაისის და თბილისის იქ ისე სასტიკად გაუსწორდნენ ადამიანებს რომ ბევრი მათგანი შემდგომში უკვე გარდაიცვალა ეს იყო ერთგვარი ნიშანი და მესიჯი ყველა სასჯელ აღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელისადმი რომ დღეიდან ციხეებში მდგომარეობა იცვლება და იქნება სასტიკი, სადისტური, არაადამიანური და მე გაძლევთ ამის მაგალითს. ეს იყო მისი მესიჯი, რომ ციხეები ასე უნდა მართულიყო. ზუსტად მას შემდეგ მე თელი პასუხისმგებლობით მინდა განმაცხადო, რომ ყოველდღიურად ხდება ციხეებში წამება ადამიანების, მათ შორის გაუპატიურებაც და ყველაზე მთავარი და ესე იგი ის რაც უნდა იცოდეს ადამიანებმა, არ ხდებოდა განუკურნებელი სცენით დაავადებული პირების გათავისუფლება. მათ ბოლომდე ამყოფებდნენ ესე იგი საპრობლემო სანამ არ მოკვდებოდა კანონით ესე იგი სახელმწიფო ვალდებულია ის გაათავისუფლოთ. დღესაც აი ეხლა ამ წუთას თუ უნდა რეალური რეფორმები გაატაროს და ის არ არის ფასადური ხელმძღვანელი. აი მე მიმართავ თქვენი ეთერის საშუალებით. დღეს ქართულ ციხეებში არის დაახლოებით 4000 პატიმარი უკურნებელი სცენით დაავადებული, რომელსაც არაფერი არ ეშველება. ზოგი მომაკვდავი აი სადაცაა მოკვდება, გაათავისუფლოს. კანონი იძლევა ამის საშუალებად. გარდა ამისა, 7000 პატიმარს დღეს ეკუთვნის ვადაზე ადრე გათავისუფლება. ეს კანონით არის გათვალისწინებული. გამოვიდეს ტუღუშმა და გასცეს აი ამ პასუხს, როდის იწყებს ამის გაკეთებას. მას ისედაც ცოტა დრო აქვს. ჩვენ ხო არ ვთხოვთ სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას, რომ ეს პატიმრები და რაღაცა და რაღაც. ეს არის ყველაზე ადვილი. ბატონ თამაზ, იმ პერიოდში, როდესაც თქვენ იმყოფებოდით საპრობილეში, იყო თუ არა შერჩევითი დამოკიდებულება პატიმრების მიმართ? რა ნიშნით ირჩევდნენ იმ პატიმრებს, რომელსაც უარესად ექცეოდნენ, თუ იყვნენ ელიტარული პატიმრები გარდა იმ პირებისა, ვიზეც უკვე ვილაპარაკეთ ირგვლიანის მკვლელებს გულისხმობ. ეხლა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის გიორგი ლორთქეფანიძე. თავის დროზე ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. დიახ. ერთვენიერ დღეს კოლონიაში ატყდა მთელი ხმაური ესე განსაკუთრებული სამზადისი ვიღაცა მოდის მაღალ ჩინოსა. ну ალბათ მოდის უნდა როგორც ხდება ხოლმე ასე ვთქვათ რეიდი სასჯელ აღსრულების სისტემაში. მოვიდა ეს პირი გიორგი ლორთქეფანიძე, მერაბიშვილის მოადგილე. მან შეხვდა ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც იყო გასამართლებული თავდაპირველად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლით. შემდეგ მან გადაიხადა 150,000 ლარი და შემდეგ ესე იგი გიორგი ლორთქეფანიძე როდესაც მომწონდა მას შეპირდა რომ შენ მანე დატოვებს საპრობილეს და მან უფრო ადრე გავიდა ციხიდან ვიდრე მე. აი ეს არის შერჩევითი სამართალი და ეს ადამიანი დღეს მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ვის ჩაგრავდნენ ყველაზე მეტად? კონკრეტული ფაქტები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ. აი როდესაც ახალაია შემოვიდა ბათუმის ციხეზე და ხდებოდა შერჩევა პატიმრებისთან, როგორ უნდა მოხდარიყო მათ და განსაკუთრებით იჩაგრებოდა ის ადამიანები, რომლებიც ქურდული მენტალიტეტის, ქურდული ორიენტაციის იყვნენ და ისინი ვინც აი განსაკუთრებით ძიმე მუხლებით. ანუ როგორი კრიტერიუმებით ხდებოდა ესე იგი მსუბუქი დანაშაულზე, მსუბუქი დამოკიდებულება იყო მძიმეზე მძიმე, განსაკუთრებით მძიმე. ხდებოდა ესეთი რაღაცაც, რომ დაუშვათ ბათუმის ციხიდან ხდებოდა ან რომელიმე ციხიდან ხდება ადამიანების ეტაპირება კოლონიაში. ციხიდან გამოსვლის დროს ხდებოდა სასტიკი ცემა პატიმრების, რომ დაამახსოვრდეთ ესე იგი მათ რომ ისინი ამ ციხეში იყვნენ. შემდეგ, როდესაც კოლონიაში მიყავდათ, იქ კოლონიაში შესვლის დროს არის რამდენიმე ბარიერი, რომ შეხვიდე ეზოში. და როდესაც პატიმრები პირველ მათ მონაყოლს ყვები, როდესაც პირველ ესე იგი შესასვლელში მათ სასტიკი ცემა მოუწიათ, იფიქრე რომ ამით დამთავრდა. ესე იგი მეორეშიც უწევდათ. და მესამე იყო განსაკუთრებით სასტიკი, რომ მიხვდნენ რომ ისინი შემოვიდნენ კოლონიაში. თქვენთან ერთად იხდიდა ირაკლი ბათიაშვილის სასჯელს.
მასზე თუ ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა? სხვათა შორის სანამ ბატონი ირაკლის მოიყვანდნენ ჩვენთან კოლონიაში, იცით რომ ატყდა მთელი ამბავი რომ მას ეკუთვნის კოლონიაში გადაყვანა და არ მოყავდათ. კოლონიის დირექცია ფიქრობდა სად მოვათავსოთ და ეძებდნენ ადგილს. და სანამ ადგილს შეარჩევდნენ, თან ეძებდნენ როგორ უნდა დაეყენებინათ ვიდეო თვალი. ოღონდ ირაკლის არ უნდა სწოდნოდა ეს და რატო კეთდებოდა ეს ვიდეო თვალი, რომ რაღაცას პროვოკაციას მოუწყობდნენ და შემდეგ მას ისევ ციხეში გადაიყვანდნენ. ანუ არ უნდათ კოლონიის პირობებში, იმიტომ რომ კოლონიის პირობები უფრო უკეთესია ვიდრე ციხე, ჰაერზე გამოდიხარ და მოძრაობ ეზოში. Ну, ეს რო არ გაუვიდათ, მაინც ჩვენს გვერდით საკანში მოათავსეს და ერთხელ აი ცნობილი მოვლენების დროს ნოემბრის 7-ის და შემდეგ 8 წლის აი გამოსვლების მან წერილი გაუგზავნა და თავისმა მეუღლემ თუ ქალიშვილმა წაიკითხა მიტინგზე და მესმის ხმაური საღამოს გვიან ისევ ეს გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირები და განსაკუთრებით ეს ალანია ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ესე იგი, ნასვამ მდგომარეობაში მიადგნენ საკანს და ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფით მოდიოდნენ ეზოში და მე ვთვლი რომ იქ რომ სხვა პატიმრებს არ გამოეჩინათ აი ეს სიფხიზლე და ყურადღება, მე მგონი ირაკლი ბათიაშვილს იქ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, მათ უთხრენ რომ ირაკლის სცინავს და დაუწერელი კანონია რომ თუ პატიმარს სცინავს მისი გაღვიძება არ შეიძლება. შემდეგ რომ მეორე დღესაც ეს ამბავი თელმა კოლონიამ გაიგო, მეორე დღეს კიდე განმოვიდა ალანია, ცალკე ეზოში გაიყვანა ირაკლი ბათიაშვილი, მას რაღაცას ესაუბრებოდა და მთელი კოლონია იყო მზად. ერთი ხელის აწევაც ალანიას მხრიდან მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და ჩაქოლავდნენ. უკვე აღარ აპატიებდნენ, ეს იმდენად უკვე ადამიანები კოლონიაში მყოფი ადამიანები პატიმრები იყვნენ აღშფოთებული რატომ? იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ქონდა შესაძლებლობა დაუშვათ ჩამოდიოდნენ ზუგდიდიდან, ფოთიდან, ბათუმიდან სანახავად 10-15 წუთით არ აძლევდნენ შეხვედრის საშუალებას და ამათთან მოდიოდა მთელი ნათესაობა. და არა მარტო ნათესაობა, ახლობლები, მეგობრები, ყველა ვისაც უნდა მათთან დადიოდა გეუნებით იქიდან პროცესს თანამდებობის პირებიც კი მოდიოდნენ პროცესებს მართავდნენ და ესენი რომ ამას ხედავდნენ ყველაფერს და უფრო მეტსაც გეტყვით ახლა გამახსენდა 2008 წლის ომის დროს მოვიდა ბრძანება რომ ვინც ადრე სპეცნაზში იყო და ვინც არის ცოტა სპორტულად ჯანზე ყველას სახელი გვარი და აქვს სურვილი და უშუალოდ აფხაზეთში უფრო სწორად ოსეთში ომის დროს წასვლა ესე იგი ყველა დაიბარეს ადმინისტრაციაში რა ზომის ფორმები გინდათ უნდა შეუკვეთოთ ოღონდ თავისუფლების სანაცვლოდ წახვალთ იბრძოლებთ და შემდეგ გათავისუფლდებით რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა განაცხადა მათ შორის ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა და ბევრი ამბობდა რომ თავისუფლება არაა მთავარი აქ მე ვიბრძოლებ სამშობლოსთვის დააყენეს ეს ხალხი ფორმები ჩააცვეს შემდეგ შემოიყვანეს ისევ კოლონიაში და ვხედავთ რას ესენი ეს გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირები აი თავის ჩემოდნებით გარბიან ეს იცით რა ხელა შეურაცხყოფა იყო იმ ადამიანებისთვის რომლებსაც ადრეც ზოგიერთ მათგანს აფხაზეთში ნაუმარი ჰქონდათ ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა. გაიპარენ ფაქტიურად და ამან გამოიწვია კოლონიაში ძალიან დიდი არეულობა, ბუნტი. მოვიდა სასწრაფოდ კოლონიის ხელმძღვანელობა და ხალხი ეუბნება კი, მაგრამ ისინი რო გაუშვით, ჩვენ რა ადამიანები არა ვართ რო ჩაგვკეტეთ, გაგვიღეთ კარი სადმე ეზოში მაინც დავიმალებით, იმიტომ რომ ისმოდა ეს ბომბების ხმა. და იქ კოლონიის ადმინისტრაციამ უთხრა რომ რამე მსგავსი ახლოს რომ მოხდეს ან შემოვიდეს რუსები, ჩვენ გაგიშვებთ. შემდეგ 10 დღე ისინი არც ჩამდნენ, არსად სამსახურში იყვნენ, მუშაობდნენ, დავალებებს აძლევდნენ, უკვე გახმაურდა ეს ყველაფერი პრესაში, მე შემდეგ ისევ მოაბრუნეს. გასაგებია კიდევ ერთი მანდაც თუ ხდებოდა ვიდეოთი თქვენი ინფორმაციით დაფიქსირება პატიმრებზე ზეწოლის. ისე როგორც გლდანის ციხეში. არა, მან არ ხდებოდა პატიმრების ის მან ვერ ახდენდნენ უბრალოდ იმის გამო რომ აი მეათე დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებული ყოფილი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, ასევე პოლიტპატიმრები, ირაკლი ბათიაშვილთან ერთად, ჩემთან ერთად იყვნენ ასევე ავიაციის გენერალი ჭანკოტაძე, ლევან კენჭაძე, ასე შემდეგ და ახლა ამ კატეგორიის ადამიანებთან ცოტა გაუჭირდებოდათ. ძალიან დიდი მადლობა.
მთავარ კითხვას დღეს თამაზ ბაკურიძე პასუხობდა, მეორე შაბათამდე გემშვიდობებით და გისურვებთ მშვიდობიან შაბათსა და კვირას.